ამდენს რომ შრომობთ არ იღლებითო? მე მინდა გითხრათ რომ თქვენი მშობლები გაცილებით მეც შრომობენ ვიდრე მე. მე გეკითხებით, არ იღლებიან? ხო იღლებიან? ჩემი მშობლებიც შრომობენ და იღლებიან. და მე როგორც შვილს რას მირჩევდით? რა გავაკეთო? რითი დავაფასო მათი ეს დაღლა? რისთვის იღლებიან? ჩემთვის ხო მართალი? რითი დაუფასო ეს ამაგი? მივეხმარო, კიდევ რითი დაუფასო? მოვეფერო. თბილი სიტყვა უთხრა ხო მართალია, სიყვარულით, მადლიერებით, მისი ამაგის დაფასებით. აი სამაგიერო და გადაუხადო, ნახე როგორ ჩემო მეგობარო, მშობელი რო შვილისთვის შრომობს, მერე დგება მომენტი რომ მერე შვილმა უნდა იზრუნოს მშობლისთვის. გესმით? მშობელი მოხუცდება, იმდენი ხო აღარ შეუძლია რამდენიც ახალგაზრდას. მერე დგება, უკვე შენ გამოდიხარ ასპარეზზე, რომ შენ გააკეთო მშობლისთვის რაღაც. თუმცა ჯერ თქვენ ამ ასპარეზზე არ ხართ. ჯერ თქვენ იმ ასპარეზზე ხართ, რომ დაინახოთ მშობლის დაღლა და მადლიერი იყოთ აი ამ ყველაფრის გამო.